მოგესალმებით, მინდა გიამბოთ ერთ-ერთი პლატფორმის საიტის სიმღერაჯის შესახებ. ეს არის საიტი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნათ უნიკალური სიმღერები. თქვენ უნდა გახსნათ რომელიმე ბრაუზერი, მოწყობილობა, შესაბამისად მე ამ შემთხვევაში ვიყენებ Google Chrome-ს და უნდა აკრიფოთ სიმღერაჯი. როგორც კი გადახვალთ საიტზე, თქვენ სიმღერაჯი გაძლევთ სამ ვარიანტს. პირველი ეს არის, როდესაც ხელოვნური ინტელექტი თავად ქმნის კომპოზიციას, თქვენ უბრალოდ მიუთითებთ სახელწოდებასა და ჟანრს. მეორე, ეს არის, როდესაც თქვენ შეგყავთ თქვენ მიერ სასურველი ტექსტი, პოემა, სიტყვები და ასე შემდეგ. შემდეგ უთითებთ სახელწოდება, ჟანრს. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვოკალი, გნებავთ ქალმა იმღეროს თუ კაცმა, შემდეგ კი აწვევით ღილაკს შექმნა და თქვენ მიერ შედგენილი სიტყვებით სიმღერაჯი შექმნის ულამაზეს და უმაგრეს კომპოზიციას. და მესამე, ახალი ვარიანტი, ეს არის, როდესაც თქვენ დააჭერთ ღილაკს და ხელოვნურმა ინტელექტმა შემიქმნას ტექსტი, შეიყვანთ საკვანძო სიტყვებს, შეიყვანთ ჟანრის და ტექსტის ხასიათს, იქნება ეს რომანტიკული ხასიათის ტექსტი, იქნება ეს სათავგადასავლო, იქნება ეს მხიარული თუ ასე შემდეგ და ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე წამის განმავლობაში თქვენს მიერ შეყვანილ საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით შექმნის ტექსტს. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რომელიმე სიტყვა, შეცვალოთ წინადადება, რომელიც მოგწონთ, რომელიც არ მოგწონთ, ჩაამატოთ თქვენ მიერ მოფიქრებული ტექსტი, ან ჩაამატოთ თქვენი სიტყვები, აირჩიოთ ვოკალი, აირჩიოთ სახელწოდება, აირჩიოთ ჟანრი და დააწვეთ ღილაკს შექმნა. ამ შემთხვევაში გამოგივათ ის იდეალური კომპოზიცია, რომელიც თქვენ თავიდანვე გქონდათ ჩაფიქრებული. თუმცა სამივე ვარიანტი იდეალურია, სამივე ვარიანტი ქმნის ძალიან ლამაზ კომპოზიციას. საიტის სიმღერაჯი გენერაციისთვის, ანუ სიმღერის შესაქმნელად და ამ პროცესისთვის საჭიროა, რომ სისტემაში გქონდეთ ერთი ლარი, რომელიც შემდეგ არ გიხარჯებათ, თქვენ საიტი ამ ერთლას არ გაჭრით, გადადის ბალანსი და შეგიძლიათ შემდეგ სიმღერის შესაძენად დაამატოთ, გამოიყენოთ და შეიძინოთ მზა კომპოზიცია. როდესაც თქვენ აჭერთ ღილაკს შექმნა, იწყება გენერაციის პროცესი. რას ნიშნავს სიტყვა გენერაცია? გენერაცია არის სიმღერის შექმნის პროცესი, რომელსაც ჭირდება დაახლოებით 1 ან 2 წუთი. 1 ან 2 წუთის შემდეგ თქვენ სიმღერაჯი გიქმნით სიმღერის ორ ვარიანტს, ორ სხვადასხვა ვარიანტს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელიც მოგწონთ და შემდეგ უკვე შეიძინოთ. თუმცა არის ხოლმე ვარიანტები, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან დიდი დატვირთვის გამო საიტზე ცოტა გაწელოს შექმნის პროცესი და იყოს ეს არა 2 წუთი, არამედ 5, 10 და 15, თუმცა მე მგონი იმის გამო რომ ქმნის იდეალურ კომპოზიციებს შეგვიძლია რომ ვაპატიოთ. შემდეგ როდესაც თქვენ გახსნით საიტ სიმღერაჯი, მაგალითად გახსენით საфаრიდან ან Google Chrome-დან, თქვენ ავტომატურად გექმნებათ პირადი კაბინეტი. არ არის საჭირო რეგისტრაცია და ასე შემდეგ. თქვენ უკვე გაქვთ პირადი კაბინეტი, რომელიც მარჯვენა მხარეს ზემოთ მითითებული ადამიანის ფორმის ღილაკს დააწვევით და აი მან ჩანს თქვენი პირადი კაბინეტი. პირადი კაბინეტის შექმნა ხდება მრავალჯერ. ანუ როდესაც თქვენ მაგალითად გადადიხართ სხვადასხვა მოწყობილობიდან, დღეს შევძანით საфаრიდან, შემდეგ გახსენით Google Chrome ან გადახველით ტელეფონიდან, იქნება სხვადასხვა პირადი კაბინეტები. ამიტომ ამის გამო თქვენ პირადი კაბინეტით რომ იხელმძღვანელოთ მუდამ და ის არ დაკარგოთ, თუ დაკარგავთ, ეგეც არ იქნება პრობლემა, რადგან საიტზე შეგიძლიათ თქვენი ელფოსტის ჩაწერით და თქვენი ელფოსტის მიხედვით აღადგინოთ წვდომა, ან მოგწეროთ ჩვენს Telegram მხარდაჭერის სამსახურში და ისინი უცებ მოგვიგორებენ ამ პრობლემას, თუმცა თუ გნებავთ რომ თქვენი პირადი კაბინეტი მუდამ გქონდეთ დამახსოვრებული, უბრალოდ დააკოპირეთ ბმული, უნდა შეხვიდეთ როგორც უკვე ვახსენე თქვენს პირად პროფილში და ქვემოთ არის დასაკოპირებელი ბმული თქვენი პირადი პროფილის. როდესაც თქვენ Google Chrome-დან დააკოპირებთ ამ ბმულს და შემდეგ გნებავთ შეხვიდეთ ოპერადან ან საфаრიდან, უბრალოდ ჩასვით იქვე ეს ბმული და უფრო ჩაესეს თქვენი პირადი კაბინეტში ინახება ასევე თქვენი სიმღერები, პირად კაბინეტში არის ჩემი სიმღერები, შეხვალთ და იქ არის ყველა თქვენ მიერ შექმნილი სიმღერა. იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის ტექსტზე დაყრდნობით, იქნება ეს თქვენს ტექსტზე დაყრდნობით შექმნილი კომპოზიციები, თუ იქნება ეს უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტის და კომპოზიციები. თქვენ მიერ შექმნილი სიმღერები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პირად კაბინეტში ჩემი სიმღერები, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს მზა სიმღერების მაღაზია. ეს არის ერთგვარი გალერეა, სადაც ინახება სიმღერები, რომლებიც შექმნილია მომხმარებლის მიერ, მაგრამ მათ არა აქვს ნაყინი და არა აქვს შეძენილი ეს სიმღერები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეიძენთ სიმღერას, იხილით მას და გადაიხდით მასში ფულს, სიმღერა ხდება მხოლოდ თქვენი, მასზე წვდომა აღარ იქნება არავის, თუ თქვენ არ გაუზიარებთ და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პირად კაბინეტში, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პირად სიმღერებში და არა მზა მაღაზიაში. ასევე ჩვენ დაგვემატა
ძალიან ბევრი ახალი ჟანრი. თითოეულ ჟანრს აქვს განსხვავებული ჟღერადობა, თითოეული ჟანრი განსხვავებულად ქმნის სხვადასხვა სიმღერებს, განსხვავებულად ისმინება. ამიტომ შესაბამის ტექსტს, მაგალითად და შესაბამის პოემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ხასიათით, უკეთესი იქნება თუ მიუთითებთ შესაბამის ჟანრს, ასე სიმღერა უფრო უნიკალური და უფრო ძალიან კარგი მოსასმენი გამოვა. ჩვენ საიტზე სიმღერაჯი გვაქვს ერთი ფუნქცია, რომელსაც ეწოდება რეფერალები, რეფერალური პროგრამა. ახლა ვიაგიხსნათ, რას ნიშნავს ეს. როდესაც თქვენ ქმნით სიმღერებს ჩვენ საიტზე, ყიდულობთ მას, შემდეგ აკეთებთ რაღაც ვიდეო რგოლებს და გინდათ გააზიაროთ რომელიმე სოციალურ ქსელში და აზიარებთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიუთითებთ ჩვენს საიტს და თქვენს მიერ მითითებულ საიტზე გადავლენ მომხმარებლები, მის მომხმარებლები, რომელსაც სურთ საიტის გაცნობა, თქვენი მეგობრები, თქვენი ახლობლები და ასე შემდეგ. თქვენ, როდესაც შეხვალთ რეფერალებში, გამოგიჩნდებათ იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც თქვენ მიერ მითითებულ გმულზე დააკლიკეს და გადავიდნენ საიტზე, იმ მომხმარებლების სიმღერების შექმნილი რაოდენობა, ანუ რა სიმღერების შექმნეს და როგორ ის არა, რა თქმა უნდა, პირად კაბინეტზე თქვენ ცოტა არ გექნება ცხვრის პირად კაბინეტზე, უბრალოდ რაოდენობა, მაგალითად, შექმნეს 5 სიმღერა, შექმნეს 10 სიმღერა და ასე შემდეგ. და იმ მომხმარებლების მიერ შევსებული ბალანსის და ნაყიდი სიმღერის ბალანსის ზოგადი საერთო რაოდენობა, მაგალითად 10 ლარი. ესე იგი, ბოლოს საბოლოო ვარიანტში იმ თანხიდან 30% გერიცხება თქვენს ბალანსზე. რეფერალებიდან 30% ერიცხება თქვენს ბალანსზე, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გამოიყენოთ სიმღერის შესაძენად. ანუ რეფერალური პროგრამა ეს არის პროგრამა, რომელთაც თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ თანხა და შემდეგ ეს თანხა გამოიყენოთ სიმღერის შესაძენად. თანხის 30%, რომელიც ადამიანებისგან შემოდის, ვინც გადადის თქვენ მიერ მითითებულ ჩვენ საიტის გმულზე, გერიცხებათ თქვენ. ასევე იმის შემდეგ, როდესაც თქვენ შეიძენთ სიმღერას, თქვენს მიერ მითითებულ ელ-პოსტაზე მოვა დამადასტურებელი შეტყობინება, სადაც იქნება მითითებული თქვენ მიერ შეძენილი სიმღერა, სიმღერის ID, თქვენი ელ-პოსტა, თქვენ მიერ გადახდილი თანხის ქვითარი და ასე შემდეგ. ეს კი ადასტურებს იმას, რომ სიმღერა ნამდვილად შეიძინეთ და ნამდვილად თქვენ როდესაც დააჭერთ გენერაცია შექმნას და სიმღერა იწყებს გენერირებას, ანუ იქნება სიმღერა და მიმდინარეობს პროცესი, შეგიძლიათ ხელახლა გააკეთოთ სიმღერა, ანუ შექმნათ, ჩაწეროთ ტექსტი და დაიწყება მეორე გენერირება. როდესაც გენერირებები დასრულდება, ერთად იხელოთ ყველა სიმღერა და არ ელოდოთ ესე უბრალოდ პირველი გენერაციის დასასრულს. ასევე ხდება ხოლმე, როდესაც საიტი და სისტემა გვიგვდებს გენერაციის შეცდომას. ამ შემთხვევაში თქვენ გენერაცია ის, რომელიც უკვე გამოიყენეთ, გენახებათ ისევ ბალანსზე, ისევ უკან გიბრუნდებათ და გერიცხებათ და უნდა სცადოთ ხელახლა. ტექსტი კი რაც შეეხება ტექსტს, რომელიც თქვენ მიუთითეთ, ტექსტი კი ინახება ისევ სისტემაში. თუ გენერაციის პროცესი დასრულდა და სიმღერა არ იხსება, უნდა დაელოდოთ რამდენიმე წამი, თუნდაც 1 წუთი და აუცილებლად გაიხსნება. თუ კვლავ არ გაიხსნა სიმღერა, თქვენ უნდა გადაწყვეტოთ საიტი, გამორთოთ ხელახლა ჩართოთ და შემდეგ აუცილებლად მოგვარდება პრობლემა. ან უნდა სცადოთ სხვა ბრაუზერში, სხვა მოწყობილობაში, შეიძლება გქონდეს გადატვირთვის პრობლემა Google Chrome, Safari და ასე შემდეგ. ამასაც მიაქციეთ ყურადღება. იმ შემთხვევაში, თუ სიმღერა არ იტვირთება, აუცილებელია რომ შეამეწოთ თქვენ ტელეფონში მეგაბაიტები, არის თუ არა ადგილი, აუცილებელია რომ იყოს ტელეფონში საიტიდან გადმოწერის ნებართვა, ზოგჯერ არის ხოლმე რომ ტელეფონს არ აქვს ნებართვა მიცემული ფუნქციებში და მის გამო არ იწერს სიმღერას ანუ მოწყობილობა. არის ხოლმე, როდესაც გადმოწერა საწვევი და სიმღერა უბრალოდ იხსნება, არ იწერება, ამ შემთხვევაში გთხოვთ დააკოპიროთ თქვენი ბმული. ეს ხდება ხოლმე, როდესაც თქვენ გადადიხართ პირდაპირ ბმულზე. ამ შემთხვევაში დააკოპირეთ თქვენი ბმული, გახსენით ცალკე რომელიმე ბრაუზერი, Safari ან Google Chrome-ი, ჩასვით ეს ბმული და ხელახლა სადეთ სიმღერის გადმოწერა. ასევე ჩვენ დაგვემატა ახალი ფუნქცია, ეს არის გაზიარების ფუნქცია. იმის შემდეგ, როდესაც თქვენ შექმნით სიმღერას და შეიძენთ მას, ადგილზევე დაგვხვდებათ გაზიარების პატარა ესე ვთქვათ, ჩამონათვალი, იქნება ეს Facebook-ი, Instagram-ი, WhatsApp-ი, Telegram-ი და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ სოციალურ ქსელში გააზიაროთ თქვენ მიერ შექმნილი სიმღერა. რა თქმა უნდა, თქვენ ამით პირად კაბინეტზე წვდომას არ აძლევთ, რადგან თქვენ არც ბმულს უზიარებთ და ასე შემდეგ. თქვენ უბრალოდ უზიარებთ სიმღერის MP3 ვარიანტს, რომელსაც გახსნიან და მოусმენენ თქვენი მეგობრები, თქვენი ახლობლები და ადამიანები, ვისაც გინდათ რომ აჩვენეთ, თუ როგორი კომპოზიცია შექმნით სიმღერაჯის საშუალებით. თქვენ ასევე აქ
აქტიური ვართ სოციალურ ქსელებში, იქნება ეს Facebook-ი, Instagram-ი თუ TikTok-ი, გვაქვს ჩვენი პროფილი შექმნილი, სიმღერის ბმულს და ამ პროფილებს გაგიზიარებთ ვიდეოს კომენტარებში. ამიტომ გამოგვიწერეთ აუცილებლად სოციალურ ქსელებში, თვალი გვადევნეთ, რადგან ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო დავხვეწოთ ჩვენი ხელოვნური ინტელექტი, დავხვეწოთ საიტის შესაძლებლობები, ვაკეთოთ რაღაც აქციები, შესაბამისად წინ ძალიან ბევრი აქცია გველოდება ასევე საჩუქრები. ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ყოველთვის ვაწოდებთ მომხმარებელს ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით, ამიტომ გამოგვიწერეთ, თვალი გვადევნეთ და ნახეთ როგორ ვითარდებით. ჩვენი პლატფორმის სიმღერაჯის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაალამაზოთ ნებისმიერი დღესასწაული. იქნება ეს დაბადების დღე, ოჯახური შეკრება, იქნება ეს ასევე ქორწილიც კი, აღსანიშნავი დღეები და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, სიმღერაჯი ძალიან კარგი პლატფორმა და საიტია იმისთვის, რომ თქვენ აჩუქოთ ორიგინალური საჩუქარი ასევე თქვენს მეუღლეს, თქვენს მეორე ნახევარს, აჩუქოთ თქვენს ოჯახის წევრებს, შვილებს, გაახაროთ ისინი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საჩუქარი და ეს მომენტები არასდროს არ მოვა მათი გონებიდან. მადლობა მხარდაჭერისთვის, უკავშირისთვის, მადლობა რომ ჩვენი მომხმარებლები ხართ და წარმატებებს გისურვებთ.